მიხეილ ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, ასე აფასებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ყოფილი ფეხბურთელის პოსტზე დამტკიცებას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების მიერ თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოყალიბებული პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციის უხეში დარღვევით შეიკრიბა, კანონიერ პრეზიდენტს ვერ აირჩევდა. მალხაზ ჭკადოვას თქმით, კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს. შეგახსენებთ 14 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულად 224 ხმით საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არც ოპოზიცია, არც ქართული ხალხის დიდი ნაწილი და არც თავად სალომე ზურაბიშვილი აღიარებს. საზოგადოება უკვე მე-19 დღეა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავს. ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც არჩევნების შემდგომ შეიკრიბა, არის არალეგიტიმური. ასევე ამ პარლამენტის მიერ პრაქტიკულად ერთპარტიულად არათუ არჩეული, უფრო დანიშნული პრეზიდენტი ლეგიტიმაციის გარეშე არის ქართული ოცნება პრაქტიკულად ახდენს ხელისუფლების უზურპაციას ყველა დონეზე და ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამოხატულება იმისა, რომ ყაველაშვილი, რომელიც ქართული ოცნების პრეზიდენტია, არ წარმოადგენს არც ქართული საზოგადოების არჩევანს და არც ქართული საზოგადოების საქართველოს საზოგადოების ხედვას ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ასევე ასეულობით 1000-მა მოქალაქემ მიიჩნია, რომ ეს არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და შესაბამისად ჩვენ მას როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს არ ვაღიარებთ.